ჩოხი. ოვიდუ აქსინე, რუმინეთი, მასლური. ასაკი 24 წლის. სიმაღლე 155 სანტიმეტრი. წონა 75 კილოგრამი. კუბი კომპაქტურ. სუსტნელი. დორუი პარტე კრისტიანი. ოვიდუ აქსინე. ახალგაზრდობის რუმინელებს მაგარი მებრძოლები არა, თან ყველასი ასაკოვანი მებრძოლია 34 წლის და ებრძოლება ჩვენს 18 წლის ფალავანს დავით ჰაროის. სერიოზული მოწინააღმდეგელობა და ჩვენ ქართველ მებრძოლებს 34 წლის კაცი ებრძოლება. მაგრამ აბარა როგორც ამოდენიმე წამის წინ იყო ხა? რუმინელები ზოგადად მებრძოლიერია თავის ისტორიიდან გამომდინარე, თავის კულტურიდან გამომდინარე. ყველაფერი, მაგრამ ჩვენ 18 წლის ვით შეუძლია ეს ყველაფერი რომ თავდაღირა დაანებოს. რამდენი წელი იყო ვახტანგ გასალი? აბარა 16 წლის ვით იყო რომ იალგუზე ფეხი დადგა და იმის მერე მერყეობს კავკასიონი. დავიდა. ზოგადად ცოტა ასაკიანი მაგრამ სოფულა დამცურია ეს ყველაფერი. ნიტი დაგვახარა რომ აი რა ცოტა რამ ჭირდება ეს არის ქართული ზეი. მისი მოწინააღმდეგე შავი ჩოხი. დავით ჰაროი, თბილისი. ესეც დავით. ასაკი 18 წლის. სიმაღლე 178 სანტიმეტრი. წონა 75 კილოგრამი. კლუბი მებრძოლი. წვრთნელი ლაშა ჭურაძე. დავით ჰაროი. ესე იგი დორუ ეს ოვიდუ აქსინტე MMA-ის ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული ყოფილა ჩვენი რუმინელი ლეგიონერი 34 წლის კლუბი კომბატ კლუბია. არა, აჰა. და ჩვენი ლაშა ჭურაძის მიერ გაწვრთნილი დავით ჰაროი 18 წლის 178 სანტიმეტრი კლუბი მებრძოლი მსოფლიოს ჩემპიონი კიკბოქსინგში, ევრაზიის ჩემპიონი კიკბოქსინგში, მაგრამ მაინც ძალიან რთული აღგელა კაცთან აეკრობა. სამასაებო დარესობა დათოს ან ფიზიკურად ჩამორჩებოდნენ ან რამე გავწევდეთი. აბა შეიძლება მომო. დავითი ოვიდუს წინააღმდეგ შავჩოხაშია დავითი. დიდი დავითი არ მისცე წრე არ დაუთმო. ვაიმე. როლებში შევიჭერა. ეს თავისთავად ისი არ გამოვა ეს ყველაფერი, აუცილებელიც კი არის. აბა, ოპა! მაგარი მარჯვენა. ყურა იყო კიდევ ერთი, კიდევ მეორე. სერიოზული ამბები. კაი ბიჭი ხარ. მაგარი ბიჭი ხარ დათო კოჩა. შენ გენაცვალე კოჩა. რას ბრძოლობს? უკვე 20 წამი არ არის გასული და რამხელა უპირატესობა ძალიან. კოჩა. არაო, ეგრე არაო, მაგრამ როგორ არაო. დიდი დავით. ცოტა არის შოქშია რუმინელი. არიდობენ. ოპა! არიდობენ. აქ რა მოხდა? ვერ დავინახე ხა? თითი მოგდა სავარაუდო. აიმე. სამწუხაროდ. არა მაგრა დაიწყო. არა და მოგებული წაა. აბარა იყო. მოგებული ბრძოლა იყო. გამორიცხული იყო ამას ეს ვერ დაამარცხებდა. შანსი არ არის ყოჩახ შენ. მადლობა შენ. წარმატებები. წლის კაცი. აი მე სუამო ასაკი მაინც თავისთავად, მაგრამ იცი რა როგორც დაიწყო ორთა ბრძოლა, რაღაც მეგონა რომ ერთ წუთშივე დაუმთავრებდა. მეგონა რომ არა უშავს, არავით არ შემთხვევაში თავის დაბლა დახრა. ბრავო შენ, მაგარი ბიჭი ხარ ძალიან. ეს ისეთი რამ მოხდა ეხლა რომ აი ეს აჯობა ვერ ვიტყვით რაღაცა ისეთი მოხდა თვალში ან რაღაც როგორი
და გამარჯვებული წითელი ჩოხით ნოკაუტით ოვიდუ აქსინდე რუმინეთი. სარპატიო. ეგა, მართალია. მოდი ესე ვთქვათ, რომ ეს იყო ბევრად ახალგაზრდა, გაუთამაშა და გავიდა და კი ბატონო